ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის მწვავე ესკალაციის ფონზე თეირანში აფეთქებები მე-6 დღესაც გაისმა. ისრაელის თვითმფრინავები ირანის დედაქალაქს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ. როგორც ვაშინგტონში დაფუძნებული ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფი აცხადებს, თავდასხმებს სულ მცირე 585 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიჭრა 1000-ზე მეტი. მათი თქმით, დაღუპულთა შორის 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა. ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, ოპერაციაში 50-ზე მეტი გამანადგურებელი იყო ჩართული. გუშინ ღამით საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა დაზვერვის ზუსტი ხელმძღვანელობით თეირანზე კიდევ ერთი იერიში განახორციელეს. ფართომასშტაბიან შეტევაში 50-ზე მეტმა გამანადგურებელმა მიიღო მონაწილეობა. ის 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და შეტევების 3 ტალღას მოიცავდა. ოპერაციის დროს ჩვენ თავს დავესხით ცენტრიფუგების მწარმოებელ ობიექტს, რომელიც რეჟიმს ურანის გამდიდრების გაგრძელების და გაძლიერების საშუალებას მისცემდა. ეს არის დამატებითი ოპერაცია იმ წინა ოპერაციების სერიიდან, რომლებიც ბირთვული პროგრამის კომპონენტების დასაზიანებლად განახორციელეთ. ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ირანმა 18 ივნისის დილას რაკეტები შეინიშნებოდა იერუსალიმის და თელ-ავივის ცაზე. ისრაელი აცხადებს, რომ ყველა რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. მიუხედავად ამისა, ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები ამბობენ, რომ სარაკეტო თავდასხმების მე-11 ტალღა ისრაელის საჰაერო თავდაცვის დასასრულის დასაწყისს წარმოადგენს. ოპერაციის ჭეშმარიტი დაპირება სამის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა იმან ტაჯიკმა აღნიშნა, რომ თავდასხმის ფარგლებში ირანმა ფატიჰის ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, რომელმაც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა წარმატებით გაარღვია და ამას შეერთებული შტატებისადმი მიძღვნილი გზავნილი უწოდა. დღეს ღამით რაკეტის საწინააღმდეგო თავდაცვის ფარის გარღვევის შემდეგ ფათეჰის მძლავრმა რაკეტებმა განმეორებით შეარყიეს შიშარა სიონისტების თავშესაფრები. ამით ირანის სიძლიერის შესახებ გზავნილი დაეცა თელ-ავივის ომის გამჩაღებელ მოკავშირეს, რომელიც ილუზიებსა და ცარიელ ფანტაზიებში იყო ჩაფლული. განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმამ აჩვენა, რომ ჩვენ მივაღწიეთ სრულ დომინირებას ოკუპირებული ტერიტორიების ცაზე და რომ მათი მაცხოვრებლები ახლა ირანის სარაკეტო თავდასხმების წინაშე სრულიად დაუცველები არიან. როგორც CNN იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის იდეის განხილვა შეწყვიტა და მსჯელობა დაპირისპირებაში ამერიკის საჰაერო ძალების ჩართვაზე დაიწყო. ამ ვარაუდს ამყარებს დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებაც, სადაც იგი ირანს სრული და უპირობო კაპიტულაციისკენ მოუწოდებს. ვფიქრობ, ამერიკის ნებისმიერი ჩარევა რეგიონში ტოტალური ომის დასაწყისი იქნება, რაც მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს. არ დაუშვებენ მათი ტერიტორიის გამოყენებას მუსლიმი მეზობლის წინააღმდეგ. კონტაქტზე ვარ თითქმის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან და რუსეთთან. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მობილიზდეს საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი რეაგირება აგრესიის ამ აქტის წინააღმდეგ. ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ვაშინგტონისა და თელ-ავივის განცხადებებს დანებების თაობაზე ვიდეო მიმართვით უპასუხა. ირანის ლიდერმა დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებების თაობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათ, ვინც იცნობს ირანს და მის ისტორიას, იციან, რომ ირანელები შესაბამისად პასუხობენ მუქარის ენას. ირანი მტკიცედ დადგება თავსმოხვეული ომის წინააღმდეგ, ისევე როგორც თავსმოხვეული მშვიდობის წინააღმდეგ. ირანი არ დანებდება. ის სასჯელი, რომელიც ირანის სახელმწიფომ და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა მტრის მიმართ განახორციელეს და რის განხორციელებასაც გეგმავენ, მკაცრი სასჯელია. ამან მტერი დაასუსტა. ის ფაქტი, რომ მისი ამერიკელი მეგობრები მოდიან და საუბარს იწყებენ, ისრაელის სისუსტესა და უუნარობას ავლენს. დაემუქრეთ მას, ვისაც თქვენი მუქარის ეშინია. ირანის სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ მუქარის წინაშე არ შეშინდება. ირანისთვის დანებებისკენ მოწოდება გონივრული არ არის. ის, ვინც იცნობს რეგიონს, ირანელ ხალხს და მის ისტორიას, ამას არასდროს იტყოდა. ამერიკის ჩარევა 100%-ით მათთვისვე იქნება საზიანო. ზიანი, რომელსაც ის განიცდის, გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ის, რასაც შესაძლოა ირანი განიცდიდეს. ამერიკისთვის მიყენებული ზიანი თუ ის სამხედრო გზით ჩაერთვება, უდავოდ გამოუსწორებელი იქნება. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ყოველდღიური თავდასხმების ფონზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა უფრო ფართო მასშტაბიანი კონფლიქტის გახვევების საფრთხის გამო შიშობს.